მოგესალმებით. ჩვენ ვყოფებით Motoholic-ში და დღეს სასიამოვნო და სასიხარულო სიახლე გვაქვს, ესე იგი, ყველა მისით რომ ტარდება ჯიმხანაში წელს 3 ეტაპიანი შეჯიბრი, სადაც მონაწილეობას მივიღებ და ჩვენ და სასიხარულოდ და საბედნიეროდ Bikeland-მა და Motozone-ამ გაგვიკეთა ესეთი საჩუქარი. Motozone-დან არის Sims 150 კუბიანი Crocs-ის სკუტერი და მოტოების კლასში კი გვყავს წარმოდგენილი ძალიან მაგარი მოტო Kowes 321 კუბიანი. ეს კი არის Bikeland-დან. თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, მოირგოთ ადგილზე და რა თქმა უნდა გამოიყვანოთ და შეიძინოთ ესეთი ძალიან მაგარი სკუტერები და კიდევ უფრო მაგრები და Kowes ძალიან მაგარი მოტოები, ასევე სხვა ბრენდებისაც რა თქმა უნდა. ჩვენ ამ მოტოებით შევეცდებით რომ ჯიმხანაზე ვიაროთ საკმაოდ შედეგიანად. ეხლა ეს მოტოები გვყავს რომ ცოტა ვივარჯიშოთ, რამდენიმე კილომეტრი უკვე დაბალ ბრუნებზე მოტოებს გავატარეთ და პატარა ვარჯიშის გახურების ამბავში შევეცდები რომ მოვირგო ერთიც და მეორეც. ვნახოთ რა შედეგებს დავდებთ, როგორ მოვირგებ მოტოებს და ასე შემდეგ. გეტყვით ეხლავე რომ საჭეები ოდნავ ჩემსკენ გადმოხრილი იყო და თავიდანვე დავჯექთ თუ არა მოტოზე, ეგრევე პირიქით ცოტა გადავწიე. ჩემთვის ესე უფრო კომფორტულია და მოკლედ ვნახოთ გზა იმისთვის თუ რისი შეცვლა დაგჭირდება რომ მოვირგოთ ეს მოტოები. შეიძლება არც დაგჭირდეს არაფრის შეცვლა და იდეალურად იყოს მორგებული ჩვენზე. ეხლა კი გადავიდეთ უკვე ტრასის დალაგებაზე, ტრასას დავაწყობ და ვივარჯიშებ მე, ჩემი ძმა და მოსწავლე სკოლის მოტოთი ივარჯიშებს რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად. ესე იგი, რადგან არ ვიცით, ჯიმხანაზე პირველი ტრაექტორია ყოველთვის არის ხოლმე ზიგზაგი და რადგან ჩვენ არ ვიცით ეს ზიგზაგები რამდენი დაშორებებით იქნება ერთმანეთისგან, თავიდან ზიგზაგის მონაკვეთს ძალიან მოკლე რადიუსში ვალაგებ, დაახლოებით 3 მეტრაც არ არის სრულად. და აქეთ ოდნავ კიდევ დიდდება რა. ანუ აქეთ დაახლოებით 4 და 5 მეტრამდეა. გავზომოთ. აქაც 3-ია. აქ არის 4, აქაც 4, აქაც 4. 3, 2.5, 3 და 4 მეტრაზე გვაქვს გაშლა რა. რადგან არ ვიცით იქ ზუსტად რამდენით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ ექნება რა, რადგან ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანაირი პირობებისთვის. პატარა იმაში ზიგზაგშიც უნდა გავიაროთ და ცოტა გაშლილშიც. შესაბამისად ერთ ზიგზაგში გვაქვს ყველანაირი ელემენტი მოცემული, რაც დაგხვეწავს უფრო. ეხლა გავაკეთოთ უკვე რუიანები დავალაგოთ, ესეთი გადაბმები. მერე 360-ები დავალაგოთ და კიდე რაღაცები მერე ნელ-ნელა შევცვალოთ. დავაწყეთ უკვე ზიგზაგი, რუიანების დავაწყეთ, ეხლა დავაწყოთ 360, რასაც უნდა შემოვარტყათ წრეები. იქნება 3 წრე სიტყვაზე მარცხნივ და 3 სრული წრე გვექნება მარჯვნივ. ესენი ზედმეტია. ესე. კაი, ამითი დავიწყოთ. და ვნახოთ დროები რა დროებში დავიწყებთ სიარულს და რამდენად გავამუჯობესებთ. მოკლედ ალბათ 10-15 წუთის ამბავია სულ. წავით ახლა პირველ გარბენს გავაკეთებთ, დავინიშნავთ ამ დროს, გიგა დაინიშნავს დროს, ჩვენი გადამღების სეროფა გადაგვიღებს და გვეცოდინება რა დროში დავდივართ და როგორ გავამუჯობესებთ კიდევ. ესენ დაგჭირდება რამეში? მე გავართული. ეხლა წავიდეთ აუცილებლად. გავიკეთოთ ჩვენი ეკიპირება, დამცავები, სამუხლეები აუცილებლად. საიდაყვეების სამწუხაროდ მე არ მეტევა. თუმცა გულმკერდის და ზურგის დამცავს გავიკეთებ, ასევე ჩაფხუტი. ეს ყველაფერი აუცილებელია, როცა ვარჯიშობთ მსგავს სიტუაციებზე, მოიხსნათ საათები, ტელეფონები ამოვიღოთ. მაქსიმალურად უსაფრთხოებისთვის აღვიჭურვოთ და დავიწყოთ ვარჯიში. აი ესე ვიკეთებთ დამცავებს. მოკლედ, აი ესე ჩავიცვით დამცავები, გვაქვს სამუხლეები და გვაქვს გულმკერდის და ზურგის დამცავი. საიდაყვეები მაქვს, მაგრამ არ მეტევა და სხვა რა ვიცი. მგონი ნორმაა რა, ხელთათმანებით თან არა მაქვს, ახლა რომ გავიკეთო, შიშველი ხელებით ვივლი. კაი, დავიწყოთ ახლა უკვე გადაღება, გავიგოთ რამდენ წუთში გავდივარ აი ესე პირველი დაждომის კვალობაზე და რამდენით გავამუჯობესებ რამდენიმე გარბენის მერე მაგი ვნახოთ. მოკლედ აუცილებელი პირობაა ეს ჩაფხუტის გარეშე, დამცავების გარეშე მსგავსი მანევრების გაკეთება არც ადოთ.
მოკლედ, ეს იყო პირველი გარბენი და ზიგზაგებში კარგად მომყვება მოტო. აი დახრის მომენტში სადღაც ტორმუზი ABS-ი თითქოს მითიშავდა და ეგ არ მომეწონა რა. თუ ვერა უღესი ალღო რა, მაშინ ABS-ის გათიშვა მომიწევს ამ მოტოზე. სხვა დანარჩენში მგონი კარგია რა. პროსტა აი დახრით თითქოს კარგად ვერ ვხრი. შეიძლება ოდნავ საჭე დავწიო დაბლა. კაი, ესე იგი ერთი გარბენი გავიარეთ და წუთი და 6 მიათედი გქონდა დრო. ეხლა გავიაროთ მეორე გავლა და ნახოთ თუ გამაუმჯობესებთ. უკვე ცოტა აზრზე ვარ ტრასისაც და მოტოც უფრო მორგებული მყავს. არ ვარგა. ივედე. არა, ცოტა საჭე პირიქით არ არის დასაწევი, საჭირო დავწიო ვაფშე ვეღარ შევალ მოსახვევში. სკამი არის დასაწევი ცოტა დაბლა. და მაღლავზი ვარ თითქოს და რული არის დაბლა და მოსახვევი მიჭირს, მოტრიალება. ხო, ძალიან გადაღლა ამ დროს არ ვარგა, ეცადეთ რომ ძალიან არ გადაიღალოთ, ცოტა ხანი ვარჯიშეთ. შეისვენეთ და კიდევ ცოტა ხანი თავიდან. ამ წრეებზე ვკარგავ ცოტა დრო. რამდენი იყო? წუთი და 2. ანუ წუთი და 6-დან ჩამოვედით წუთი და 2-ზე. კარგია, 4 წამით ბევრს ნიშნავს ამ შემთხვევაში. ეხლა კიდე რამდენიმეჯერ გავივლით და ვეცდები რომ წუთი გავტეხო და წუთი გავტეხავ დღეს დავისვენებ და მოპედზე გადავიდეთ. არა, არ ვარგა. ABS-მა არაო, არ დამატყვევინა ტორმუზი, სადაც მინდოდა. უშაფრთხოებისთვის კარგია ეგ, მაგრამ ჩემთვის არა ამ შემთხვევაში. ეს უფრო ცუდი დრო იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ნადროები აჯობებს უეჭველი ვიცი. ზიგზაგში გავიჭედე. ეს არის კოვეს 121 კუბიანი, საკმაოდ კარგი მოტოა მოქნილი ქალაქის პირობებში. 59 წამი გადაო? მე მეგონა რომ ეხლა უფრო მეტი დრო დამჭირდებოდა ზიგზაგებში, მაგრამ გავიჭედე. კაი, ერთხელაც გავიაროთ. 59-ზე ჩამოვედით უკვე წუთი და 6 იყო პირველი, ხო? კი. კაი, ერთიც გავიაროთ, მაინტერესებს? პირველი იყო წუთი და 59 მიათედი და მეორე იყო წუთი და 2 წამი და 59 მიათედი. ხო, და ეს მესამე ანუ ჯობდა და ეხლა მაინტერესებს აი ზიგზაგში რო არ გავიჭედო, რამდენად კარგად გავივიდე. გავედით. არა, ABS-ი არის გასათიში აუცილებლად რა. თან უეჭველი რა. ანაირად არ გამოვა პროსტა რა. ისკები არ დამიქცევია როგორ და ზიგზაგში კარგია. იარო ძალიან გამეწელა დრო. ხელები ცოტათი დამეყალა კიდევ. წუთი და 2
ეგრეც ვიცოდი რომ ეს ვაფშე ცუდი იქნებოდა. ახლა გააჩერე მოპედზე გადავიდე. ტორმუზი მიშლის ხეს, ტორმუზი. იქ ცუდად გირდა. კაი, ნუ მოკლედ. კაი, მოდი ესე ვქნათ. კაი მოტოა, ამის მორგება შეიძლება. უბრალოდ ერთადერთი საჭეს მოვირგებ, ცოტა იქნება უკანა მხარე ოდნავ დავადაბლო და ABS-ი გავთიშო რა. აი მაგ შემთხვევაში უკვე ბევრად გავაუმჯობესებ ამ დროებს. ეხლა გადავიდეთ უკვე მოპედზე და მოპედით ვნახოთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეხლა გავიდეთ უკვე სკუტერით ვნახოთ, რომ რამდენად მანევრირებადია და რამდენად შეიძლება რომ ეს მოტო მოვირგოთ ჯიმხანისთვის. ეს არის სიმის 150 კუბიანი სკუტერი, რომელსაც სანამ აი აქამდე მივიყვანდით 35 კილომეტრი გავატარეთ პატარა გაზზე სიარულით და ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ნახოთ ჯიმხანისთვისაც როგორი მანევრირებადი. წავედით პირველ გარბენზე. ეს ცოტა სხვა თემაა, ვაფშე სხვა თემაა. აქ ვაფშე სხვანაირად მოქმედებს ყველაფერი. არ ვიცი. მოტოდან ცოტა უცნაურია ეგრევე ამაზე გადმოждდომა. ჩვევა ჭირდება. ნამდვილად ცოტა არა კარგად. მოტოდი, იმხელა მოტოდი უფრო კარგად დავდიოდი ვიდრე ამით. გვეჭველით. ამოაბა მაინც იქნება დროში გქონდეს რამე. აჩქარებას არ უჩივის. წუთი და 3 წამი? ამის გაუმჯობესება შეიძლება კიდევ. ხო, კაი, ეს პირველი გარბენი იყო, მაინც მოპედის მორგება ცოტა მოტოდან ეგრევე გადაждები, რთულია, თავიდან გავიაროთ კიდევ. წავედით, ესე იგი. წავედე. ცოტა და ერთი ფიშკა გვაქვს ტაქსეული. კი ბატონო. არა უშავს. ავარია ექტრებში არ დავკარგოთ ბევრი დრო. წუთი და 99 მიათეთი. ამ წეგანდელ ჯობია, ხო? 2 წუთი. კაი, წუთი გავტეხოთ და მე გადაგდაგსო. რა ძმე? როგორ ახარ, ბრატ? დავახარ სერო. გიგა ეს ფიშკა გაასწორი, გიგა. სკუტერით ვერ გავტეხე წუთი. უნდა ვეცადოთ რომ სკუტერითაც გავიაროთ უფრო ნაკლებ დროში. თან უეჭველი. მე მგონი ეს ბოლო მგონი ყველა ჯობია, მეოთხე არ. ნუ ამასაც მორგება და შეჩვევა უნდა, რა თქმა უნდა. აიყო? 59. გავტეხე წუთი? აი, წუთი თუ გავტეხე მოვრჩები დღეს. საკმარისია, ძალიან გადაღლა არ ღირს. ეხა გიგას დავუთმობ უკვე ასპარეს და გიგამ გვანახოს რა შეუძლია. შეგიძლია რამე? კი, ბრატ. კაი, დამცავები გაიგეთ. მოკლედ, ვიარე კოვეთის და სკუტერითაც საკმაოდ ამღლელია, მეტყობა ალბათ. ჯამში ალბათ 10 გარბენი გავაკეთე. პირველი გარბენიდან ბოლო გარბენამდე და რავი, დავიღალე რა. ეხა კი სკუტერით ვნახოთ ჩემი ძმა როგორ ივლის. წელს მინდა რომ მოყვარულებში მიიღოს მონაწილეობა და სადოს ბედი და თან გამოცდილებისთვის გამოადგება. სტიმულის არის, ვინც არ იღებდით აქამდე მონაწილეობას, თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ. არის ბევრნაირი კლასი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მოყვარულებში, პრო კლასში და ასე შემდეგ ყველგან რა. სკუტერების კლასი კიდე ცალკეა, სადაც მხოლოდ სკუტერები იღებენ მონაწილეობას და იქ გამოვა ჩემი ძმაც. ნუ მეც გამოვა, რა თქმა უნდა. ორივე გამოვალთ. ფიქრობ, შენც გამოდი, ფიქრობ რომ გამოგვადგება რა გამოცდილების ასამაღლებლად და უფრო შემართებით ვიქნებით შემდეგი შეჯიბრებებისთვის და უფრო კარგად მოვემზადებით. ეხლა რაც დრო გვაქვს დარჩენილი, შევეცდები რომ გამოვიყენო, სასიკეთოთ და მოვემზადო, რა გამოვანახოთ. ეხლა ერთი გარბენი გააკეთა ამანას, მეორეზე უკვე დრო დავუნიშნო და ნახოთ რამდენში გაიბეს და რამდენზე ჩამოვა. მე საკმაოდ გავტეხევ დროები, პირველი გარბენებიდან ბოლო გარბენებთან შედარებით და ჩემი ძმის შემთხვევაში ვნახოთ როგორ მოახერხებს იგივეს. აბა 1-2 სიტყვით რამე გითხარ. დამცავი მიშლის ხელს, სხვა უნდა ჩავიცვა. ხო, დამცავი შეგიძლია შეცვალო თუ ვერ იგებ, ხო. ფიშკების აშკარად ზედმეტად ახლოს ალაგია. ხო, ეს დაიჭირე, მაგრამ მე კარგი დამცავია, ყველაფრის დაცვა აქვს.
გამომართი. ანუ იმ ტრაექტორიებთან შედარებით, რაც იქნება კონკრეტულად ჯიმხანის შეჯიბრზე, აქ ბევრად უფრო ვიწრო დიაპაზონები არის გასავლელი. შესაბამისად, უფრო რთული არის. სავარჯიშოდ კარგი არის, უფრო მეტად დახვეწავ, ნუ არ ზუსტი ტრაექტორი არ არის, რაც იქ იქნება. მაგრამ ის ელემენტები, რაც ესე ვთქვათ, იქ შეჯიბრზე დაგხვდება, ყველა არის მოცემული რა, ზიგზაგი არის, რვიანი არის, 360 გრადუსები არის და მაქსიმალურად ვთვლობთ დავხვეწოთ მოხვევის კუთხე აჩქარებულზე, სწორი მუხრუჭი ესე ვთქვათ, რომ არ გავსრიალდეთ და არ დავკარგოთ დრო და სხვადასხვა ელემენტებს ხვეწავთ როგორც ესეთი. ამ ეტაპზე უბრალოდ ვარჯიშობთ და ვთვლობთ, რომ რაც შეიძლება მეტად ავიმაღლოთ სქილები. აი ხა მოვიგებ უფრო კომფორტულს ეს ხელებზე მიშლის რა და ამით ვწდი. ბარიო მეც გამოვდივარ მეგობრებო ჯიმხანაზე, ჩემი პირველი მონაწილეობა იქნება და ნახოთ რა სვიზა. სამყაროში გამოვდივარ ძმაკაცები და ძმაკაცური შეჯიბრები გვექნება. ხა უკვე ვინიშნავთ დროს, თუ რამდენ ხანში გაივლის ეს ახალგაზრდა, ხელების დამცავები არ უკეთე როგორც ხედავ, არც ფეხების დაერხება მას, კაი. მზად ხარ? წავიდა. აი ერთ ფიშკას მიედო, არა უშავს იქ ამ ხელა ასე პატარა დაშორებებით არ იქნება. აი ბიჭი, კაი, ყოჩა, კაია. ნახე რა კარგად ადის. კი, აუ მეც გავალ დრო დამინიშნე რა. ბაზარი არა. თქვენ ნახავთ ახლა სეროფას ფორთხილს. აი, 30 წამია ჯერ გასული. კაია, მიდი. ეს მე მგონი მაჯობებს. მე არ გაგიხარდება? რა თქმა უნდა. 40 წამი, იქ უკუღმა მოტრიალ და კაი არა უშავს. ხადაო, მაჯობაც მაგ. ზუსტად 1 წუთი რა. აქედე მოსვლა აღარ ჩავუყალო. ამდენი. ავიდა. ჩავრთეთ. 1 ჯარიმა, 2 ჯარიმა, 3 კაი არ ითვლება, არ წაქცეულა ფიშკა. მან დრო დაიკარგა. ეს არის მეორე, ხო თუ მესამე გარბენი? მეორე. არა, მგონი მესამეა, ის პირველს არ ვიღებდით. ეგრე ხომ არ ვიღებთ მეორეს? ხო, ვიღებთ მეორე გარბენს. ხუთი წამი. დიდი 8 9 50. იგამ საასპარეზო ადგილი უნდა იყოს. კი, წესით კი, მეც ეგრე მგონია, რავი. სულ მინიმუმ. ეგრე ვფიქრობ, აი 55 წამში მოჩავა იმას მანევრებს. აი. საუ 58. აი რა გვერდები კარგად, ტორმუზით. ნუ ეს ჯარიმა, 2 ჯარიმა, ანუ 1 წუთი რა. ტორმუზით მიწა, ეს ცოტა გამიშალო რა. ესე იგი, 58 წამში მორჩა ბოლო გარბენზე და გქონდა 2 ჯარიმა. საღოლ, ეხლა ნახოთ. მზად ხარ? წამო. ერთი ჯარიმა მაინც გვაქვს. გავასწოროთ, მაგრამ ერთი ჯარიმა არის. წეგანდელი ჯობდა. ეს მანევრების მორჩენის დროს გავთიშე. წეგანდელი ჯობდა, წუთია და პლუს ჯარიმა გქონდა. ესე იგი, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ჯიმხანის ვარჯიშები, პლუს ამას იყვნენ მოსწავლეებიც. შიგადაში გაკვეთილებსაც ვატარებდი და თლად ეგრევე დაწყება დამთავრება ვიდეოში არ გამომივიდა. ამიტომ ცოტა მოგვისაღამოდა კიდევაც. საკმაოდ კარგი დღე გამოვიდა. იმედია ინფორმაციული ვიდეო გამოვიდა თქვენთვისაც და შემდეგ ვიდეოებსაც კიდევ შემოგთავაზებთ. უკვე როცა კარგად მოვიგებთ მოტოებს რაღაცებს გადმოვაკეთებთ, მაგასაც აუცილებლად გეტყვით, რის შეცვლას მოითხოვს მოტოები, რომ თქვენს გაითვალისწინოთ და თქვენს გემოზე მოვირგოთ. მოკლედ ესეთი დღე გამოგვივიდა, საკმაოდ დავიღალე, კმაყოფილი ვარ. კარგი ემოციებით ვარ დამუხტული, რაც მთავარია და ნაყოფიერი დღე გამოვიდა. რა მადლობა ჩვენს გადამღებს, რომ მოიცალა და მოვიდა. რომ ეს ინფორმაცია და ვიდეო მოსულიყო თქვენამდე და არაფრის გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე, დროებით. კარგად